1-1-2 გისმენთ? გამარჯობა. გუშინ რამე გავიდა ჩემი შვილიშვილის სახლიდან და არ დაბრუნებულა. იქნებ დამეხმაროთ რა. 19 წლის. ანდრია კვარაცხელია. კარგით გელოდებით. მადლობა. ანუ რას ამბობთ, ბავშვი მთელი ღამე არ გამოჩენილა და ეხლა გუკავშირდებით? ეხლა შეგატყობინეთ, უხად ვიჩხუბით. მე მეგონა სახში დაბრუნდებოდა. თან ისა კომისარიატის გაწევაც მოვიდა და ბატონო პოლიციელო მე მგონი ეს საქმეს არ თულებს, ხო? მე როგორც ვიცი. შეიძლება ბევრი რამე მომხდარიყო ბატონო ჩემო. იცით რომ ამ დროში შეიძლება ქვეყანას დაეტოვებინოთ. პასპორტი აქვს? Паспорти არა აქვს, მაგრამ у него есть 4000 долларов. Понимаете, вы 4000. Დაამხული შეიძლება მას გაეკეთებია პასპორტი. მოასწრებდა პასპორტის გაკეთებას? არა, პასპორტს თუ გააკეთებდა, მამიდამისთან წავიდოდა. მე არ გამიკეთებდა არავითარ შემთხვევაში, არა, არ წავიდოდა მამიდასთან. წყალი ხო არ მინდა. არა, მამიდამისთან არ წავიდოდა, ხო? ასეთ სალსახად ვერ ვიტყვით. უნდა გადავამოწმოთ. უკაცრავად ბატონო, ხო, საფერში საით. იქიდან მარჯვნივ. ეს ფურცლები ყველგან გავაკრათ. სადაც კანონი მოგწევს ამის საშუალებას. სოციალურ ქსელში, Facebook-ზე ყველგან დავწეროთ. ხედავთ, ის გააკეთეთ, მეტი არაფრის გამკეთებლები თქვენ არა. თქვენს მეზობლებს აშკარად რემონტი აქვთ, ხო? ზემოდან ბრახმონისმა ჩამოდის. Ageni ხო ვერ მოსცენ ამ რემონტს, ბიომეტრია, ხო რემონტი აქვთ, რემონტი. ბიჭებო, თქვენ უფრო გეცოდინებათ, სად შეიძლება ეხლა რო იყოს? საიდუმლო ადგილი, რამე საყვარელი? არაფერი. ხშირად სტადიონზე ვთამაშობთ ხოლმე, მაგრამ ამდენ ხანს არ გაჩერდებოდა. მე მაინც გონია, რომ შეიძლება სადმე სასტუმროში იყოს. მაგრამ აქამდე არ გაჩერდებოდა. მოიცა. წყალი ხო არ გინდათ? მოკლედ დღეს პირველ საათზე, აი თქვენ გეცოდინებათ. პირველ საათზე უნდა მისულიყო ფეხბურთელ ერთ საღამოს მოვიდა და მეუბნება ბატონო პოლიციელო, რომ ფეხბურთი ვითამაშეთო, აგენტიო თუ რაღაცაო მოვიდაო, ეს ფულიო მომცაო, მოსაწვევიც მომცაო და პირველ საათზე სახში დამიბარაო. კი ბატონო პოლიციელო, აი იქ იქნება, ძალიან თქო ბიდი და შეამოწმეთ რა. ძალიან თქო შეამოწმეთ. გვაქვს ჩვენი მისამართი, არ არის პრობლემა. თუ იქ იქნება გაგაგებინებთ. მადლობა ბატონო პოლიციელო, იქ იქნება, აუცილებლად იქ იქნება. მე მგონია, რომ რასაც პრობლემის გვეუბნება, თუ ეგ სიმართლეა და მართლა მაგდენი ფული აქვს, უეჭოლი სადღაც მოხია რა, აქ მეუկრა. მოხია და ჩვენ ესე დავყარა რა. მე არ მჯერა, რომ ანდრია ეს დაგტოვებდა რა. ან როგორ მოხდა? როდის მევიდა ის გოგო? რო დავემშვიდობეთ? ხო, მაგ დროს მევიდა ის გოგო და ფული მიუცია, როგორც პრობლემის გვეუბნებოდა. წამო, აქაც გავაკრათ რა. არ ვიცი, მაგრამ ამ სიცივში ძალიან დავიღალე ამ ყლეობების გაკვით რა. შეგახსენებ, რომ ჩვენ მეგობას ვეძებთ ის სხვათა შორის. მოდი ვიდეო გადავიღოთ და დავდოთ რა. ხო, მე მგონი ეგრე ჯობია რა. გააცრება. მალე ბიჭო, მალე. მე ვარ სოსო. ეს ლაშაა. ჩვენ ვართ ანდრიას მეგობრები. მთელი ღამე ანდრია არ გამოჩენილა. ხო და ანდრია თუ ამ ვიდეოს უყურებ. გამოჩდი ბიჭო, შენ შიქო არა გაქვს. სულ ეგ ხარ ძმა? აბა რა უნდა მეთქვა. ადრი გამოჩდი პაპაშის ყლეზე არ კიდიხარ თქო? მოიცა, ეხა დავფიქრდი ბიჭო, რა იჭხობა მაგისთან, რომ წავიდა და დაგყარა ესე. დაგყვრიდა ყველას ესე? რავი, ეგრე ვფიქრობ რა. ეხა ვიაზრებ, რომ შეიძლება მართლა რაღაც მოსხლოდა. რა უნდა მოსხლოდა ბიჭო, 19-ის არის 2-ის ხო არა. თან ამ ხელაფულით საწავიდოდა. ისე შერვა ხელაფული ქონდეს რა სისავდი. წავიდა სადმე პაესტკაში რა ყლეზე არ კიდია ძმაკაცები.
მოიცარა, ეხა ვერ ფიქრობ მაგას. ისე მაგრად კი გავიტყდა. რა ითამაშა ეხლა ისეთი, რომ ის შეამჩნია და მე არა. შენ გშურს ბიჭო? რა მშურს, ხო არ ჩაბერე. რითი ვართ ნაკლებები, ან მე, ან შენ. პარტიულ ჰაილაითერის შესახებ მაინტერესებს. მეტი განახებთ? ნახე როგორი რაღაცა? ეს არის პუდრი ჰაილაითერი. მოდი თან ეფექტს განახებ როგორია, რომ უფრო კარგად მიხვდე. ნახე, ანუ გამაღიზიანებელი ბზინვარება არ აქვს. აფიქსირებს მაკიაჟს და ირისთვის არის, იცი? ორგანიზმში ტემპერატურის ცვალი ცვლილება იქნება თუ არა. ეგრევე ნეირონულმა უმკვეთრდება სუნიანი. 3 ეტაპი აქვს: ჟოლო, ვანილი და კარამელი. გისმენთ? გამარჯობა. ლიკა ქავთარაძეს საუბრები? კი, რომელი ხართ? მე პოლიციიდან გირეკავთ. თქვენ ხართ ფეხბურთელ აგენტი, ხო? დიახ, რა ხდება? გაუჩინარდა ახალგაზრდა ბიჭი, ანდრია კვარაცხელია. ვიცით რომ დღეს თქვენთან უნდა მოსულიყო. ოჯახური კონფლიქტის გამო კონტაქტი არავისთან გამოდის და სახლიდან გაიქცა. თქვენ ხომ არ იცით რაიმე? არა, რას ამბობთ, გაუჩინარდა? გასაგები ახლა ჩვენთან რატო აღარ მოვიდა? არა, მე არაფერი არ ვიცი. მაგრამ თუ რამე გავიგე, გაგაგებინებთ და თქვენც თუ რამე გაიგეთ, გამაგებინებთ ძალიან. ანუ აქ თქვენთან მოსულა, კარგით, დაგაეწყობა, მადლობა. კარგით. ამას ამბობ. ლექსოძია. 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 როგორ ხართ ლექსოძია? მოხვედიანი. როგორ უნდა ვიყო შვილონის გადამყიდე. ერთი წყალი დამალევინე რა გაიქეთებს. რამე ისმის ახალი. ახალი არაფერი. ერთი საათის უკან პოლიციას ველაპარაკე და ეძებენ და შემპირდნენ რომ ან დღეს ან ხვალ იპოვიან რა ვიცი. საინფორმაციოს მოვუსმინე ახლა. ყველა მაღაზია ლაპარაკობს. სადაც წავედი, ყველა იმას მეკითხება, ანი ანდრია სად არისო? იქნებ ნახოს თავისი თავი, მოვიდეს, შერცხვეს, დაგველაპარაკოს, აგვიხსნას, რატო წავიდა, იქნებ ბოდიში მაინც მოიხადოს. ბოდიში მოიხადოს. ამის სინდისი, ნამუსი და შნო გააჩნია? არა, გეკითხები, გააჩნია თუ არ გააჩნია? ანი რა უნდა გთხოვო, იცი, რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან და არ დამემალო ძალიან გთხოვ რა. აი შეიძლება გქონდეთ სადმე ესეთი ადგილი, საიდუმლო ადგილი, სადაც მარტო თქვენ იცით და მეტი არავინ არ იცი, აი მეგობრების წრემი იცით, და თქვენმა მშობლებმა არ იციან. ხო არ იცით ეგეთი ადგილი, სადმე შეიძლება იქ არის და იქ იმალება, ა? არა ლექსოძია, სადაც შეიძლება ყოფილიყო, ყველგან ვიყავი, წაღან სტადიონზეც გავიარე, ბიჭები ვნახე, ვიკითხე, ხო არ გინახავ თქო, ყველა მოარი მითხრა, მე სამსახურშიც წავედი, სამსახურშიც არ იყო და ყველგან ვეძებე, სადღა ვეძებო, მართლა აღარ ვიცი. სტადიონმა და ფეხბურთმა დაღუპა ეგ, იმ სტადიონმა და ფეხბურთმა, აი პოლიციამ ესენის გამოაკრა და ბიჭებიც ეხმარებიან, ძალიან კარგი ბიჭები ყოფილან, არ მქონდა ისეთი შეხედულება ამ ბიჭებზე, მაგრამ გვეხმარებიან რა, კაი ბიჭები არიან. არ დაგავიწყდეს რომ მამიდამისი წუთი-წუთზე კარზე მომიკაკუნებს. თინა დეიდა ჩამოდი? ხო, თინა ჩამოდის და რა გაუძლებს, მე არ ვიცი რა. როდის ჩამოდის? აი წუთი-წუთზე მოვა, ხო გითხარი. ეს მამიდამისი ყველაფერს მემაბრალებს. აი ყველაფერს მემაბრალებს. უნდა რომ ყველაფერი გადაიგდეს ჩემ კისერზე. შენ კარგად იცი შვილო რომ მე მას არაფერს არ ვაკლებდი. კუჩი დავზლებდი. არ ვიცი ვაცმებდი, ვაჭმებდი. რა ჩემეძლო ყველაფერს უკეთებდი. რა გამიკეთა? როგორ გადამიხადა შენმა ვაჟბატონმა ერთი გეკითხები და გამეცი პასუხი. როგორ?
რა ხმარი ლექსოძია? არაფერი შულო რემონტს აკეთებენ, ესენიც ვერ მორჩნენ ამ რემონტს რა. სულ ხმაური. ამის ფეხბურთმა დამღუპა და აღარ შემილია ამის ფეხბურთი. ლექსოძია. გუშინ რა მოხდა ანდრია რო წავიდა სახლიდან? გეტყვი რაც მოხდა შვილო. ეს ხო ფეხბურთს თამაშობს ვაჟბატონი. ვიღაც თულმე დიდი ფეხბურთელი უყურებს ამის თამაშს და შენ წარმოიდგინე ანდრიას თამაში ვიღაც დიდ ფეხბურთელს მოსწონს, წარმოუდგენელია, მე არ ვიცი. მერე ფეხბურთის ვარჯიშის შემდეგ ვიღაც გოგო მოსულა, აი ამ დიდი ფეხბურთელის გოგო თუ ქალი თუ აგენტი თუ რა ვიცი რას ეძახით, მოსულა, მიუცია $4000, $4000 მიუცია და მიუცია მოსაწვევი. სახში მიიწვია ეს ჩვენი ანდრია, რა თქმა უნდა ალბათ მეც უნდა წავყოლოდი, ეს არ ვიცი. ეს მოვიდა, ჩემთან ეს ყველაფერი მითხრა. მე არ დაუჯერე, რაღაცა თამაშობ მე უთხარის, მაგრამ ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ რაღაცა დაჯერებისკენ მიდიოდა საქმე, მაგრამ თავარი რა არის, იცი? ჯარის გაწევა მოვიდა. ისე ანდრიას ნიჭის პატრონი ცოდოა ჯარში. შენ ანდრიას მხარეს ნუიჭერ? მე შენ გაფრთხილებ. ანდრიას მხარეს ნუიჭერ. თორე ჩვენი ურთიერთობას გაფუჭდება. ცოდვა ჯარში რას ნიშნავს? შენ იცი მე სამსახურობდი საბჭოთა კავშირის დროს? ჩერნობილში მსახურობდი, შვილო, ჩერნობილში და აფეთქება მათ ჩემ კისერზე გადაიარა. გაიგე თუ არა შენ და ჯარში წასვლა არ უნდა. ბიჭ, ფეხბურთი ურჩევნია, გავაფეხბურთებ მაგას. ვაიმე, მიდი ერთი ხანი. შენ რა შუაში ხარ? მიდი წნების აპარატი მოიტანე და წნება გამიზომე რა. რა გვიყო ეს? მამიდამის რა უთხრა ახლა რო ჩამოვა. როგორ ჩავხედო ამ ქალს თვალებში ყველაფერს მემაბრალებს. არა ლექსოძია, 160-ზე არ გავგწნევა. გადასარევი. 60 მაინც დაბალია ჩემთვის. კარგია. ანი თუ რამე გაიგე გამაგებიე რა. თქვენც არ დამიმოვოთ რა. კარგი, წადი ახლა შენ სტუდენტს დავისვენებ ვერავარ. აბა შენ ისი. დროებით. ლაშა, ანი ვარ. არის რამე სიახლე? არა, არაფერი ვაფშე, ვიდეო ჩავწერთ მე და უნდა მაგრად გავარდა. რა დროს ეგ იყო? რა ხდება? ლექსოსთან ვიყავი ახლა ასული. რა ვიცი, სუნთლად გაუბერა რა. მომისმინე, ლეპტოპი გააქვს? კი, რა თქინდა. რა მნიშვნელობა აქვს, რა თმინდა? ამოვალ და გეტყვი, არ მინდა ტელეფონზე საუბარი ახლა. ამოდი, გელოდები. კაი. კაი, მოვდივარ.
თინა, ჩამოხვედი. ძალიან დაღლილი სახე გაქვს. დაგალავდა. დაღლილი არა, მამა. გული მაქვს ამოვარდნაზე. ბავშვი როგორ გაგექცა სახლიდან. რა გამექცა, შვილო, საიდან გამექცა? დაადო თავი და წავიდა. ვის შეეკითხა რამე? რა მოხდა გამაგებინე, როგორ მოახერხეთ, რომ ერთ დღეში აალაპარაკეთ მთელი ქვეყანა? ნახე, ახლაც ლაპარაკობენ. საღამოს სახლიდან გავიდა და სინა არ დაბრუნებულა 19 წლის ანდრია კვარაცხელია. ფეხბურთელი ბიჭი სახლიდან სავარაუდოდ კონფლიქტის საფუძველზე გაიქცა. მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არაკეთებენ ოჯახის წევრები, განცხადება არჩინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებია. სოციალურ ქსელებში მამა მომიყევი ახლა როგორ მოახერხეს? მოკლედ ფეხბურთს თამაშობს ვაჟბატონი. ერე ბიჭებთან ერთად წამოსულა. ვიღაც გოგო მისულა და $4000 მიუცია. $4000. ვიღაც ვარსკვლავი ფეხბურთელს მოეწონეო და ეს ფულით შენიაო და მოსაწვევის ვისარო სახში მისულიყო, მიიპატიჟა სახში. მოიცა რას ლაპარაკობ? მერე მოიცა გამოვიცნობ და შენ გაუჭედე რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებო, ხო? საქმეს რა ართულებს, იცი? დილით იყვნენ მოსულები კომისარიატიდან. ჯარში გაიწვიეს და დღეს თუ პირველ საათზე არ მიბრძანდება ჯარში. მოვლენ და ძალი წაიყვან. შენ რას ეუბნებოდი, შენ? მე ვეუბნებოდი რომ მოიცა რომ კაცია, ჯარში უნდა იმსახუროს, ასე დისციპლინას მიეჩვევა, არა? და არ ვეუბნებოდი მართალს? მაგ $4000 გადაავადებს ჯარს და ითამაშებს ფეხბურთს. რატომ უშლი ბავშვს ხელს, რატომ? რამდენს ლაპარაკობ შენ? ვინ გონია შენი თავი? მე რო ჯარში არ წავსულიყავი. როგორი პიროვნება ვიქნებოდი დღეს და შენ ძალიან კარგად იცი მე ვიმსახურე საბჭოთა კავშირის დროს. ჩერნობილში მსახურობდი, გესმის შენ და მთელმა აფეთქებამ ჩემ კისერზე გადაიარა. გესმის თუ არა შენ? კარგი მამა, დამშვიდი, რა გაყვირებს? მომეხელე. აპატიე რა. შენ შუაში ხარ, მაგრამ ტელევიზიები არ გამაგონო, იცოდი? არც ერთი ტელევიზია არ გამაგონე, გეუბნები, არც ერთი ტელევიზია. გესმის თუ არა შენ? და ანდრიაზე კარგი არ მითხრა არასოდეს. კარგი მამა, კარგი. მამა, წამლები რატო ასავსე? ანდრი, მოხვედი შვილო. სადახარ ამდენი ხანი. მოდი, შემოდი. წუნიანი გაგიკეთე ხორცით. ამდენი ხანია შვილო, წუნიანი არ გიჭამია. მოდი დაჯექი. წუნიანი გაგიკეთე ხორცით. რამდენი ხანია შვილო, წუნიანი არ გიჭამია. შემოდი დაჯექი. და შენ პირდი რომ აწვის სახლში დროზე მოხვალ და არ დააგვიანე. ვიცი მე შენ სადაც იყავი. ფეხბურთი ითამაში კიდევ არა? შვილო გეუბნები რა დროს ფეხბურთია. ჯერ ჯარი მოიხადე და ფეხბურთი მერე ითამაშე. დამიჯერე ანდრი რა. შენი მეგობრები სად არიან ანდრი? მამა, სათხედავ ანდრია, სად? ითამაშეს იმათ მათ? აჰა, ერთად თამაშობთ ფეხბურთს, ხო? მე მაგათ ცალკე დაველაპარაკებ. ჯერ ჯარი მოიხადე და ფეხბურთი მერე ითამაშე. დამიჯერე ანდრი რა. მე ჩერნობილში მსახურობდი, შვილო, ჩერნობილში. მამა, სად არის ბავშვი, სად? ვიცი რომ თელმა აფეთქებამ ჩემ თავზე გადაიარა, მაგრამ იცი რა ბედნიერები ვიყავით იქ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ერთმანეთს ვიყავ გვერდში ყოფნა გვიხარო და ერთმანეთს გამარჯობა საზრავის გამოძახება მინდა. ერთმანეთს ვეფერებოდით. მამა, ჩემ შეზოფენია, ახლა წამლები არ ამიტომ ანდრია შენ შენ სავარაუდოდ შედება. შვილო, ჯარში და იმსახურება ფეხბურთი მოესწრება.
წლის ანდრია კვარაცხელია ფეხბურთელი ბიჭის სახლიდან სავარაუდოდ კონფლიქტის საფუძველზე გაიქცა. მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ ოჯახის წევრები, განცხადება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებია. გამომშვიდობის მაგასა საუბრები. დიახ, გისმენთ. დეტექტივის სამინისტროში უნდა მოგბრძანდეთ. ანდრია კვარაცხელიასთან დაკავშირებით საქმე თქვენ უნდა გადმოგაბაროთ. ჩვენ ვეღარ ვუმკლავდებით. კი ბატონო, გავამზადები და გამოვდივარ. Ani. Lasciami. ლეპტოპი მოიტანე რა გთხოვ. შედობა გაქვს რა დინდა ლეპტოპი. ლეპტოპი მოიტანე და ვნახავ რა შედობა თუ არა. რა ხდება ანი მაშინებ უკვე? წყალი მომიტანე და ძალიან გთხოვ. დალია და ნორმალურად მომიყევი რა ხდება? ლექსოსთან ვიყავი. ხო იცი კაცი ისედაც არანორმალურია. დღეს საერთოდ უცნაურად იქცეოდა. ხან მეხუტებოდა, ხან მეჩხუბებოდა. ანდრიას რატო იცავო? მერე ის ხმები, მერე ცუდად გახდა ანიწნევა გამიზომეო. მეც ვიცი სადაც უდევთ ის წნევის აპარატი და ძებნა დაუწყე იქ რავი, სადაც დევს ხოლმე. და იქვე წამლებში და ეს მოიცანი, ლექსოს ფლეშ გამოპარე? ხანუ კაი რა მოხდა? ეგ ფლეშკა ანდრიასი იქნება, ლექსონ ტელევიზორის ჩართვაც კი არ არის ისანი. აუ რა მნიშვნელობა აქვს? მოდი რა ვნახოთ რა არის. აქედანა. ენდესი ეს. ესეც კამერაც დავდგი. ეს ანდრია. ანდრია? აღინა ხო? ჯავში წასვლა არ გინდა. სახური არ გინდა. ნორმალურ პირობებში რომ იმსახურო არ გინდა, ხო? არ გინდა. მე იცი რომ სამსახურობდი? სეტი შარში მსახურობდი. სადაც ყინვა იყო, თოვლი იყო, სიცივე იყო, გესმის თუ არა შენ? ერთ ოთახში ცხოვრობდით 70-80 კაცი, შენ კიდე აქ მსახური არ გინდა. რამეს თუ დააშავებდი. იცი რას გეყთყო და მეორე დღეს კამანდირი ტრინადად და ბეზოჩერედა ბლად, გაიგერას გეტყო და აი ჩერნობილმა ჩემს კისერზე გადაიარა. აი როგორ გადაურჩი იმ აფეთქებას არ ვიცი. როგორ გადაურჩი არ ვიცი. აი დღეს ანზი მოდი შვილო შემოდი. სადა ხარ ამდენი ხანი? ცხელი საჭმელი გავაკეთე. რამდენი ხანია ცხელი საჭმელი არ გიჭამილი? აი დაჭექი და ხო დამავიწყდა გაიცანი ეს ჩემი შვილი ანდრია ესეც გაიცანი ჩემი შვილია გაიცანით ერთმანეთი მიდიხარ ხო კარგი წადი მაგრამ არ დააგვიანა ხო ეს რომ ნერვიულობს მე გაგიგებ ხარის კარგად ანზი Ale modi. Anzi, io la sa che ti sciù. Ma sei
ინდაგა, ანი. ინდაგა, მიხარი. მომეცი ხელი სადგარდუსნა. აი ხო ვამბობდი რომ ამ კაცს რაღაცა დაემართა რა.